მოგესალმებით, ამ გაკვეთილში ჩვენ დავწერთ პატარა კალკულატორს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან პრიმიტიული მაგალითია, ჩვენ ვისწავლით რამდენიმე ახალ დეტალს, რომლებიც აუცილებლად გამოგვადგება სამომავლოდ. მოდი დროს ნუღარ დავკარგავთ და დავიწყოთ კოდის წერა. გავაკეთოთ რაიმე კლასი და დავარქვათ მას calc. მოდი გავიაზროთ ახლა რა ჭირდება ჩვენს პროგრამას. მან მომხმარებლიდან უნდა მიიღოს გარკვეული სახის ინფორმაცია, შემდეგ ეს ინფორმაცია დაამუშავოს და გამოიტანოს შედეგი. ახლა რა ინფორმაციაზე არის საუბარი? პირველ რიგში უნდა მოგვაწოდოს პირველი რიცხვი, შემდეგ მეორე რიცხვი და ოპერაცია, შეკრება ან გამოკლება. ეს ინფორმაცია მოდის სტრიქონების სახით, შესაბამისად ჩვენ დაგვჭირდება string კლასის ობიექტები. მოდი ამიტომ გავაკეთოთ სამი მიმთითებელი string კლასის ობიექტი. როგორ მოახერხოთ ახლა ჩვენ და მივიღოთ მომხმარებლისგან ეს ინფორმაცია? ეს არის ძალიან მარტივი, ჩვენ ამისთვის დაგვჭირდება Java-ს ბიბლიოთეკაში არსებული კლასი, რომელსაც ქვია scanner. მოდი გავაკეთოთ იმპორტი და შემდეგ გამოვიყენოთ ეს კლასი. მოდი ჯერ მომხმარებელს ვაცნოთ თუ რა სახის ინფორმაციას ვითხოვთ მისგან. ამიტომ დავწეროთ რაიმე სტრიქონი. და ახლა უნდა შეიყვანოს მან ეს ინფორმაცია. როგორ მოგავაკეთოთ ახლა ეს? პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება scanner კლასის ობიექტი. ამისთვის შევქმნათ ის. scanner კლასის კონსტრუქტორს ჩვენ უნდა უთხრათ თუ საიდან გვინდა ინფორმაციის წაკითხვა. ჩვენ ვინაიდან გვინდა კონსოლიდან, ამისთვის წერთ system in. ეს ობიექტიც უკვე მზად არის, შეგვიძლია გამოვიყენოთ. ახლა წაკითხვა როგორ ხდება ინფორმაციის. ეს არის ძალიან მარტივი. უბრალოდ წერთ scan next. და ეს ამოიღებს და დააბრუნებს იმ მნიშვნელობას, რაც შეიტანა მომხმარებელმა. და შესაბამისად ეს უნდა მივანიჭოთ num1-ს. მოდი ანალოგიურად მოვიქცეთ მეორე შემთხვევაშიც. და ბოლოს შევიტანოთ ოპერაცია. აი კოდის ამ ფრაგმენტის შესრულების შემდეგ ჩვენ გვექნება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მაგრამ ჩვენ ეს ინფორმაცია ამ სახით არ გვაწყობს, ვინაიდან ოპერაციებს აი ამ string კლასის ობიექტებზე ვერ ჩავატარებთ. ანუ მიღებული სტრიქონები რამენაირად უნდა გადავიყვანოთ რიცხვებში. მოდი ამისთვის გავაკეთოთ რაიმე double ტიპის ცვლადები. და ასევე გავაკეთოთ კიდევ ერთი ცვლადი, სადაც შევინახავთ შედეგს double res. როგორ გადავიყვანოთ ახლა ეს სტრიქონები რიცხვებში? ეს არის ძალიან მარტივი. ამისთვის უბრალოდ წერთ num1-დის მივანიჭოთ ესეთი რამ. double, იცით ალბათ უკვე ეს კლასი რაც არის, parse double. და აი აქ გადავცემთ სტრიქონს, რომელიც გვინდა რომ გადაიყვანოს აი ამ მეთოდმა რიცხვში. ანუ ჩვენ შემთხვევაში num1. და მოდი ანალოგიურად მოვიქცეთ მეორესთვის. ახლა ის რა დაგვრჩენია გავარკვიოთ რა ოპერაციის შესრულება უნდა მომხმარებელს. ამისთვის დავწეროთ ესეთი რამ. if აი ეს op equals, ანუ თუ ეს op არის შეკრება, მაშინ აი ამ res ცვლადს მიანიჭოს num1-დის plus num2-d. თუ ეს ოპერაცია არის გამოკლება, ანუ თუ სხვაობის დათვლა უნდა მას, მაშინ წერთ ესეთ რამეს. res მივანიჭოთ num1-დის minus num2-d. და ბოლოს თუ კი არც ერთი მათგანი არ არის, ესე იგი ჩვენ არ ვიცით ეს რა ოპერაცია და დავბეჭდავთ. და ბოლოს გამოვიტანოთ ეს res-ი ეს მნიშვნელობა. და თავიდან მოდი მას მივანიჭოთ ნულის აწყისი ინიციალიზება გავაკეთოთ ამ ცვლადი. მოდი ახლა დავაკომპილიროთ ეს და ვნახოთ შედეგი. რა თქმა უნდა დაკომპილირდა და ახლა შეგვიძლია გავუშვათ Java calc. პირველი რიცხვი იყოს 3.
მეორე იყოს 2. და დავუშვათ გვინდა რომ შევკრიბოთ. მართლაც ჩვენურად იმუშავა კალკულატორმა და დაგვიბეჭდა ეს შედეგი. მოდი ახლა ვცადოთ სხვა მონაცემები 10, მეორე იყოს 5. და დავუშვათ მინდა 10 სხვაობა. და რა თქმა უნდა, ესეც მუშაობს. მოდი ახლა ისეთი ოპერაცია შევიყვანოთ, რომელიც არ იცის ამ ჩვენმა პროგრამამ. დავუშვათ გამრავლება. და მართლაც დაგვიწერა known operation. და შესაბამისად დაბეჭდა 0, ვინაიდან რესი თავიდან არის 0-ის ტოლი. მოდი, ბარემ აქვე ვისწავლოთ, როგორ ხდება პირიქით რიცხვის გადაყვანა სტრიქონში. ამის საშუალება გვაქვს ჩვენ ორი საშუალება და მოდი ვნახოთ ახლა როგორ შეიძლება. პირველი არის ის, რომ შეგვიძლია დავწეროთ ესეთი რამ string დავუშვათ გვაქვს რაღაც some string. და როგორ გადავიყვანოთ და შევინახოთ ახლა ეს რიცხვი როგორ სტრიქონი. ჩვენ ვწერთ ესეთ რამეს და პლუს აი ეს რიცხვი, რომელიც გვინდა რომ გადავიდეს სტრიქონში. მაგალითად, ნუმ 1. აღსანიშნავია ის, რომ ეს პლუსი არის ერთადერთი გადატვირთული ოპერატორი Java-ში და ეს ოპერატორი არის იმისთვის, რომ რაიმე ორი სტრინგი შეაერთოს. შესაბამისად, მათი შეერთების შედეგად მიიღება ახალი სტრინგი, რომელზე მითითებელსაც ვინახავთ აი ამ some string სლაჩში. და ასევე მეორე საშუალება არის ის, რომ აი ამ some strings მივანიჭოთ ესეთი რამ double to string. ანუ არსებობს ესეთი მეთოდი, რომელსაც პირდაპირ გადაყავს აი ეს num1d. მოდი ახლა დავაკომპილიროთ ეს ფაილი ახლიდან და დავრწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად მუშაობს. მართლაც უპრობლემოდ დაკომპილირდა. ანალოგიურად აქვთ აი ეს მეთოდები, ეს toString და parseTable სხვა პრიმიტივების შესაბამის კლასებს. integer კლასის შემთხვევაში ეს არის parseInt და შეგიძლიათ ეს თავად გაარჩიოთ. ამ გაკვეთილს მე ამით დავასრულებ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.